გამარჯობათ. მოდით ვისაუბროთ ისევ რუსეთზე და შეერთებულ შტატებზე. მე გითხარით, რომ ეს არის ევროპული იმპერიების ორი კოლონია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თავისი ტერიტორიების სიდიდის გამო ისინი არ არიან მხოლოდ ერთ იმპერიაზე მიმმულები, ისინი ასე ვთქვათ არიან თანაწილებულები სხვადასხვა იმპერიებს შორის გავლენების სფეროებად. დღეს მინდა გესაუბროთ კოლექტივიზაციაზე და დეფარმინგზე. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ერქვა დეფარმინგი და საბჭოთა კავშირში ამას ერქვა კოლექტივიზაცია. დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი და ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო ინდუსტრიალიზაცია. ხალხს ართმევდნენ მიწებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ძირითადად აკეთებდნენ ბანკები. პროცესი მიმდინარეობდა ძალიან რთულად, იყო შიმშილი, იყო სისხლისღვრა. შიმშილი დაიღუპა რამოდენიმე მილიონი ადამიანი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე რუსეთში. რუსეთში ამას დაემატა ხალხის დატუსაღება, დაიძულებით გაგზავნა სამუშაოებზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები სამუშაოებდნენ თითქმის უფასოდ. რადგანაც ვახსენეთ პირველი მსოფლიო ომი, მოდი ვისაუბროთ მსოფლიო ომებზე. პირველი მსოფლიო ომი იყო 1914-დან 1918 წლამდე და მან დაასრულა სამეფო ოჯახების მმართველობა და გადაიყვანა ისინი ჩრდილში. მეორე მსოფლიო ომი მოგეხსენებათ მიმდინარეობდა 1939 წლიდან 1945 წლამდე, როდესაც ჰიტლერის მიერ გაერთიანებული ევროპა დაესხა საბჭოთა კავშირს და ომის შედეგად, გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა ასე ვთქვათ დაიპყრო აღმოსავლეთი ევროპა, ებრაელმა ერმა დიდი მსხვერპლის ფასად მიაღწია ისრაელის შექმნას და ებრაელი ერის მსოფლიო წინსვლას. მესამე მსოფლიო ომი გახლავთ ცივი ომი, რომელიც დაიწყო 1946 წელს ჩერჩილის ცნობილი ფულტონის გამოსვლით. თვალისწინები მარტში მოხდა ეს და დამთავრდა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევით. რის შედეგადაც დასავლეთმა მოახდინა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ოკუპაცია. მეოთხე მსოფლიო ომი იყო ტერორიზმთან ომი, მოხდა ტერორიზმის გასახელმწიფოებრიობა. ანუ ავღანეთში მოგეხსენებათ 2021 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწია, რომ ავღანეთში მოეყვანა თავისი მთავრობა და ამით მან იქ დაამარცხა ინგლისი უპირველეს ყოვლისა და ნაწილობრივ საფრანგეთიც. მეხუთე მსოფლიო ომი მიმდინარეობს ახლა უკრაინაში. მიმდინარეობს ომის წარმოების გადააზრება და მისი ტექნოლოგიურად დახვეწა, გნებავ შეცვლა, როგორც გინდათ ისე იფიქრეთ და ამიტომ მე მას ვუწოდებ მსოფლიო ომს, იმიტომ რომ ამ ომიდან მსოფლიო იღებს გამოცდილებას და მთელი მსოფლიო ამ ომიდან გადახედავს თავის სამხედრო ძალებს, სამხედრო შეიარაღებას და ომის წარმოების დოქტრინას. ჯარი იარსებებს, მაგრამ ომები ძირითადად გადავა კერძო სამხედრო კამპანიების მხრებზე. შემდეგი მსოფლიო ომი იქნება ინტერნეტში, ოღონდ ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.